მოგესალმებით. იმედის გმირებში დღეს გაგაცნობთ ახალგაზრდა ექიმს, 31 წლის კარდიოქირურგს თორნიკე სოლოღაშვილს, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს შვეიცარიაში, ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკაში. თუმცა ის წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდის საქართველოში და კლინიკაში ღია გული სრულიად უსასყიდლოდ აკეთებს ოპერაციებს გულზე. ჩვენ ახლა ვესწრებით ერთ-ერთ ოპერაციას, პაციენტი არის 1 წლის და მას ჩაუტარდა გულის მანკის ოპერაცია. გარდა ამისა, თორნიკე სოლოღაშვილი ეხმარება ქართველ ბავშვებს, განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს დაფინანსების მოპოვებაში სხვადასხვა საერთაშორისო ფონდიდან და იმაში, რომ ისინი წავიდნენ შვეიცარიაში და სწორედ იქ ჩაუტარდეთ მაღალ დონეზე ოპერაციები. ჩვენ ახლა შეგვიძლია უფრო დეტალურად ვნახოთ წარმატებული ქართველი ახალგაზრდა ექიმის სამედიცინო კარიერა იმედის გმირებში. პირველი ოპერაცია დამოუკიდებლად შევასრულე ბავშვზე, პოლონეთში 25 წლის ასაკში, ასე რომ დღეს უკვე მე-7 წელი არის, ასე ვთქვათ, ქირურგი ვარ, ოპერატორი და 1000-ზე ცოტა უფრო მეტი ოპერაცია მაქვს გაკეთებული. იარეთ დღეს? ძალიან კარგი. ძალიან კარგი. აკეთებ სუნთქვით ვარჯიშს. ძალიან მიყვარდა ბავშვობიდან ბუნება, ცხოველები, ცოცხალი სამყარო. მოვფიქრობ, ზუსტად აი აქედან დაიწყო ჩემი სიყვარული რაღაცა მედიცინის მიმართ. არასდროს არ მქონდა შიში, თქვათ სისხლის ესეთი რაღაცების და ნუ მე თანდათან ასაკის მატებასთან ერთად მივხვდი, რომ ძალიან მომწონდა ეს დარგი და მინდოდა ექიმობა. ახლა როგორ ახარ? კარგად. როგორ გრძნობ თავს? ეს არაუშავს ნორმალური არის ოპერაციის. კარგად. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ოპერაციის შედეგით. ვიყავი 14 წლის, როდესაც ჩემი მშობლების მეგობარმა გაიგეთა კორონალური შუნტირების ოპერაცია გერმანიაში და როდესაც დაბრუნდი გერმანიიდან, იმ პერიოდში საქართველოში არ კეთდებოდა ეს ოპერაციები. მონათხრობი მოვისმინე. გამარჯობა, დაჟანდი. გამარჯობა. სულ გამარჯობულად. ვერ წარმოვიდგინა შესაძლებელი იყო თუ არა ადამიანს ფეხიდან გულზე გადაგვეტა ნასისხლძარღვები და მაშინ გადავწყვიტე, რომ თუ ეს შესაძლებელი იყო, მეც გამეკეთებინა და აი ზუსტად მაშინ მე გადავწყვეტილება გამხდარიყავი კარდიოქირურგი. ხო, ხედავთ, კარგი წნევა აქვს და ფუყრის არტერიის წნევა არის 6. ანუ ამაზე კარგი არ შეიძლება იყოს. ჩემი შვილს გაუკეთდა ფონტენის ოპერაცია, ეს უკვე რიგით მეოთხეა ჩემი შვილისთვის, გაუკეთა ბატონმა თორნიკემ, ისთვისაც უღმესი მადლობა, ღმერთს მადლობა, რომ შევხვდით ბატონ თორნიკეს. წარმატებულად ჩაიარა ბატონ თორნიკე კმაყოფილია ამ ოპერაციის და ჩვენთვის თავარი მიზანიც ეს არის, რადგანაც ბატონ თორნიკე კმაყოფილია, ესე იგი ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთს მადლობა, რომ ყავს ამისთანა ექიმი საქართველოშიც და უცხოეთში. როგორ ახარ, ბიჭო? ხარი. გუშინ დედიკო რო გინდა და მოვიდა დედიკო. სარქველები ყველაფერი წესრიგია. ყველაფერი ძალიან კარგი, მადლობთ. კარდიოქირურგია ჯერ კიდევ არ იყო საქართველოში, ესე ფართოდ გავრცელებული და დანერგილი. და შემდეგ უკვე ჩავაბარე უნივერსიტეტში 2000 წელს ერთი ჩემი მასწავლებლის დიდი დახმარებით, ბატონ ნოდარ ხოდელის დახმარებით მოვხდი აი ამ კლინიკაში, რომელსაც ქვია ღია გული. და ამ კლინიკის ადმინისტრაციამ მომცა იმის უფლება, რომ პირველი კურსის სტუდენტი უკვე დავსწრებოდი ოპერაციებს. ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოში აკეთებდა, გააკეთა გულის კომპლექსური
თანდაყოლილი მანკების კომპლექსური ოპერაციები, ეს იყო პროფესორი აქსენდიუს კალანგოსი, შვეიცარიიდან ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი. მე მას შევხვდი 2003 წელს ერთ-ერთი მისი მომდევნო ვიზიტის დროს, როდესაც მას ვაჩვენე ჩემს მიერ შესრულებული ოპერაცია ლაბორატორიაში და იმ ეტაპზე ძალიან მოეწონა, ძალიან შემაქო. გახდით ძალიან პატარა, ვიქნებოდი დაახლოებით 18-19 წლის. გამარჯობათ. That არის. Hello guys. და მე ჩემი ერთ-ერთი კოლეგის დახმარებით, გია გრიგოლიას რეკომენდაციით მოვხვდი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში, საუნივერსიტეტო კლინიკაში, სწორედ ბავშვთა გულის ქირურგიის განყოფილებაში. ერთ-ერთ დღესაც ვაკეთებ ოპერაციას ჩემს პოლონელ კოლეგასთან ერთად. და საოპერაციო შემოდის ჩვენი პროფესორი მიხალ ვოიტალიკი, განყოფილების ხელმძღვანელი, ვიღაც კოლეგასთან ერთად. და წარმოგვიდგინა ეს ბატონი, გითხრა რომ გახლავთ ბატონი აქსენდიუს კალანგოსი, შვეიცარიდან, ჟენევიდან, რასაკვირველია მე მაშინვე შევიცანი. ოპერაციის დასრულების შემდეგ შევხვდით გარეთ და მანაც მიცნო რომ ჩვენ ვიყავით შენახვედრი 10 წლის წინ საქართველოში. ამის შემდეგ, ძალიან გამეხარდა მისი ნახვა მასაც და შემოვთავაზა, რომ წავსულიყავი მასთან 1 წლით. 2011 წელს გადავედი შვეიცარიაში, ჟენევაში და მას შემდეგ მოღვაწეობ იქ. ამ ეტაპზე გახლავართ ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოქირურგი. თორნიკე მისი აიმაღლა თავის კლასი შვეიცარიაში, რომ იქაური განყოფილების გამგე დაახლოებით 9-10 თვეს ატარებდა შვეიცარიის გარეთ და მთელ ოპერაციებს უტოვებდა თორნიკეს. ანუ თორნიკე იყო არაოფიციალურად და დღესაც ესე არის განყოფილების გამგე. ამის შემდეგ დაიწყო თორნიკეს ჩამოსვლა ჯერ კიდევ ჩვენ კლინიკაში, როცა ჩვენ ძველ ადგილას ვიყავით ქირურგიის ინსტიტუტის ტერიტორიაზე. მაგრამ იქ სამწუხაროდ არ იყო არც შესაბამისი ადგილი და არც ბავშვების მოსათავსებელი პალატები და ამიტომ იქ იყო ეპიზოდური ჩამოსვლები, ჩამოდიოდა პერფუზიოლოგთან ერთად და აკეთებდა ოპერაციებს. ხანდახან ჩამოყავდა კარდიოლოგი. აქ როცა გადმოვედით, უკვე წელიწადზე მეტი არის ახალ კლინიკაში, ჩვენ ახლა გვაქვს ძალიან დიდი გეგმა. თორნიკე საერთოდ უნდა ჩამოსულიყო აქ და მუშაობა დაეწყო, მაგრამ ვინაიდან იქ ესეთ გამყარებულ პოზიციაზე არის, ჩვენ ვეღარ ვავალდებულებთ ახლა მუდმივად ჩამოსვლას, ცოტა ხანი მაინც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რეგულარული ხასიათი ექნება მის ვიზიტებს საქართველოში და გააკეთებს თანდაყოლილ მანკებს. აღსანიშნავია, რომ თორნიკესნაირი სპეციალისტი ჩვენ საქართველოში არ აყვავს. თორნიკე გარდა იმისა, რომ ჩამოდის და უსასყიდლოდ აკეთებს ამ ოპერაციებს, ის ხალხი, ვინც ჩამოყავს, ისინი უსასყიდლოდ აკეთებენ. There is one extra, as usual. Now working with Tourniquet the last 5 years, and the last 3 years in Geneva. თორნიკესთან ერთად 5 წელია ვმუშაობ, აქედან 3 წელი ჟენევაში. ცხოვრებაში ძალიან ბევრ კარდიოქირურგთან მიმუშავია, მათ შორის ძალიან ცნობილ ექიმებთან. თორნიკეც მალე ვარსკვლავი გახდება. ის ეწევა ქველმოქმედებას არა მხოლოდ ქართველი ბავშვებისთვის. თორნიკე უნიჭიერესია, ძალიან ბევრს მუშაობს, სულ ვითარდება. ზოგადად მსოფლიო პრაქტიკაში კარდიოქირურგები დამოუკიდებლად ოპერირებას თორნიკეს ასაკში იწყებენ. ეს მისი დიდი გამარჯვებაა, კიდევ დიდი დრო აქვს. ფლატ უკეთესი გრადიენტი გვექნება ზუსტი.
შვეიცარია მაძლევს იმის საშუალებას და იმის ფუფუნებას, რომ დავეხმარო გარკვეულ რაოდენობა ქართულ ბავშვებს, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება ყველა, ვისაც გულის მანკი აქვს საქართველოში, მაგრამ თუ ეს არის რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, განსაკუთრებულად მძიმე მანკი, რასაც ჭირდება უფრო მეტი ტექნოლოგიები და მეტი გამოცდილება, ამ შემთხვევაში პოულობ დაფინანსებას ამ ბავშვებისთვის და მე მყავს და უკეთებ ოპერაციებს, მათი რიცხვი სადღეისოდ 20-მდე აღწევს, შეიძლება ცოტა მეტიც. და აი ამ რეჟიმში ფუნქციონირებთ ნაწილ პაციენტებს ჩამოვდივართ და აქ უკეთებთ ოპერაციას და ის პაციენტები, ვისაც ვთვლით, რომ სადღეისო მონაცემებით აქაური პირობებისთვის ძალიან მაღალი რისკის ოპერაციები, ამ შემთხვევაში მყავს ხოლმე ჟენევაში და უსასყიდლოდ ხდება მათთვის ეს ყველაფერი. ეს არის გულის თანდაყოლილი მანკის რადიკალური კორექცია. Mosquito. 30 cc. Oui, 30 cc. Tude 12. ეხა ვიწყებთ ცოტა ხანში სისხლის ხელოვნურ მიმოქცევაზე გადასვლას. ანუ რაც ნიშნავს, რომ სრულად ჩანაცვლდება გულის დაფილტვების ფუნქცია აი ამ აპარატით, რომელიც უკან მიდგას. ამის შემდეგ გავაჩერებთ გულს დაფილტვებს. და შევალთ გულში და აღვადგენთ ამ დეფექტის თლიანობას. პირადი ურთიერთობების ხარჯზე, პირადი კონტაქტების ხარჯზე და იმის ხარჯზე, რომ იქ ვიყო და ვიყო ბედნიერი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მათ იციან, რომ მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ყოველთვის მომიწევს აქეთ გული და მინდა რომ არ მოუწყდე აქაურობა, სწორედ ამიტომაც ვარ დღეს აქ, მეც და ჩემი კოლეგებიც ესენიც ამისთვის მოდიან აქ და მომყვებიან, რასაკვირველია მათაც სიამოვნებთ ამ კეთილ საქმეში მონაწილეობის მიღება. ასე რომ ამ რამოდენიმე ფონდთან მაქვს კარგი მეგობრული ურთიერთობა, რადგანაც ამ ფონდებს ასევე არ მხოლოდ საქართველოსთან, მსოფლიოს სხვადასხვა უამრავი ქვეყნიდან, აფრიკიდან ჩამოყავთ ძალიან ბევრი ბავშვი ჰუმანიტარული მისიით და ამ ბავშვებზე ხშირად მე ვაკეთებ ოპერაციას. შესაბამისად მაქვს მათთან მეგობრული ურთიერთობა და რაღაცა გამონაკლისი შემთხვევის სახით პერიოდულად თანხმდებიან ქართველი ბავშვების დაფინანსებაზეც. თავარი ინტერესი, ჩემი თავარი მოტივაცია, როგორც გითხარით, არის ის, რომ გადავარჩინო რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე, დავეხმარო რაც შეიძლება მეტ ბავშვს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არ ვცხოვრობ საქართველოში და სრულად ვერ ვახმარ ჩემს ცოდნას, გამოცდილებას ქართულ ხალხს, მაინც ვცდილობ, რომ მაქსიმალურად დავეხმარო რაც შეიძლება უფრო მეტ ბავშვს, უფრო მეტ სიცოცხლეს აქაც და ვისაც შევძლებ იქაც. ქართველებისთვის, ასე ვთქვათ, თორნიკე არის დახმარების წალკვესი და თორნიკე უკეთებს ყველა ქართულ ბავშვს იქ ოპერაციას, რა თქმა უნდა, იქაურ ჯგუფთან ერთად. ოპერაცია იყო 2 საათი გაგრძელდა. ანუ ფაქტიურად რომ გამოიყვანეს ბავშვი კლინიკი საოპერაციოდან, ესე უკვე გაგვიღიმა, ესე კარგად აკეთებენ, მოკლედ და ესე კარგად აკეთებს. თვითონ თორნიკეზე რაც შემიძლია ვთქვა, 2 ფაქტორი არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი ეს არის პროფესიონალური, რომ მართლა ძალიან მაგარი პროფესიონალია და აკეთებს ოპერაციას ძალიან ესე იუველირულად და მეორე არის, რომ პიროვნულად არის ძალიან თბილი ადამიანი, ყველაფერში ფაქტიურად
საკონსულოდან დაწყებული იქ ჩასვლამდე და იქიდან უკან ჩამოსვლამდე მთელ ამ პროცესინგში ყველანაირ დახმარებას გვიწევდა თორნიკე. მე ცოტა მაშინოდა როცა ოპერაციას მიკეთებდნენ, მაგრამ მე გავიგე რომ კარგი ექიმი იყო და მე მგონი თორნიკე არის სოფლიოში ყველაზე კარგი ექიმი. თორნიკეზე ვიცოდი რომ შვეიცარიაში მუშაობდა ქართველი ძალიან ძლიერი კარდიოქირურგი, რომელიც ქართველ ბავშვებსაც ეხმარებოდა და ასევე უცხოელებსაც. მაგრამ ჩემს შვილს ახლახანს ამ ზაფხულს დაჭირდა მეოთხე ოპერაცია, რიგით მეოთხე ოპერაცია და გავიგეთ რომ ის იყო ჩამოსული ღია გულში. მივიყვანეთ კონსულტაციაზე და ამ ადამიანმა იმდენი შეძლო რომ ერთ თვეში, რადგან ბავშვის ჯანმრთელობა უკვე მოცდას აღარ იცდი და წაგვიყვანა ერთ თვეში, მოაგვარა ყველაფერი, თვითონვე იშოვა ფონდი, რომელიც ჩვენს ძალიან ძვირადღირებულ ოპერაციას დააფინანსებდა, წაიყვანა ბავშვი და გაუკეთა ოპერაცია. სულ რაღაც ერთ თვეში და ჩემთვის ეს წარმოუდგენელი იყო დღევანდელ დღეს ყველანაირი ნაცნობობის და ყველანაირი ჩარევის და პროტექციის გარეშე, რომ ამხელა რაღაც გაუკეთა ჩემს შვილს. მას უკვე დონორის ჰომოგრაფტი აქვს ჩანერგილი და აღარაფერი აღარ ჭირდება. სიკვდილამდე მისი მადლიერი ვარ. Bonjour. Entrez, monsieur Water. Ça va? Comment ça? Venez. Comment vous portez-vous? Très bien, et vous? Vous allez bien? Ça va? Ça va bien. Et vous? Asseyez-vous, monsieur. Vous allez bien? Asseyez-vous, s'il vous plaît. კლინიკიდან ვერ შორებდნენ. ესე იგი, ყველა გონდეს ხმარობდნენ, რომ რამენაირად იგიდან წამოსულიყო, მაგრამ ბოლოს თქვეს, მოდი ავიყვანოთ ეს კაციო. და დაუშვეს ოპერაციებზე. ხო, დიდი პრაქტიკა მიიღო და ეს ძალიან დიდი დამსახურება არის მისი პროფესორის, ბატონი ნოდარ ხოდელის. ბავშვობიდანვე ასეთი იყო. თუ არ ჩაწვდებოდა საკითხის არსს, არ არსებობდა ის ესწავლა. მაგრამ თუ ამას მიაღწევდა, იქიდან ვეღარ მოწყვეტდით იმ თემიდან. ასე მიაღწია სწორედ დღევანდელობას. ჩემსამო გეგმებთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ საქართველოში უკვე არც თუ ისე ცუდად არის განვითარებული კარდიოქირურგია და იმ შემთხვევაში და მაშინ, როდესაც დავბრუნდები, მინდა რაღაცა სიახლე შემოვიტანო, კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავწიო ეს დარგი და ვფიქრობ, ეს იქნება ტრანსპლანტოლოგიის განვითარება, გულის და ფილტვების და გულ-ფილტვის კომპლექსის გაგანება. რთული არ არის მარტივი, რა საკვირველია დაიმკვიდრო ადგილი შენთვის სრულად უცხო გარემოში, უცხო კულტურაში. დღის რეჟიმი არის საკმაოდ მძიმე. კი ბატონო, დილა იწყება 7:30-ზე. სამსახურში ვარ უკვე დაახლოებით 8-15 წუთზე, 8:30-ზე ვიწყებთ შემოვლას. განყოფილებაში ვიზიტს პაციენტებთან, შემდეგ გვაქვს ვიზიტი რეანიმაციაში, წინა დღეს ნაოპერაციული პაციენტები. ორშაბათს ყოველთვის გვაქვს სამეცნიერო კონფერენცია, კეთდება მოხსენება, კეთდება მიმდინარე კვირის სიახლეების და ლიტერატურის გაცნობა. ძალიან ხშირად ჩემი სამუშაო დღე იწყება 7 საათზე და მთავრდება 8-9 საათზე საღამოს. ადამიანური თვისებებიდან რა არის აუცილებელი, მე ვფიქრობ, ძალიან უნდა გიყვარდეს პაციენტი, ყველა პაციენტი აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, ძალიან თითოეული, შენ როგორც შენი ოჯახის წევრი. ესეთი არის ჩემი მიდგომა ყველა
ბავშვის მიმართ, ყველა მოზრდილის მიმართ და ყოველთვის ვცდილობ გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი და შევთავაზო, რასაც ვთქვათ, შევთავაზებდი, რასაც გავაკეთებდი ჩემს ყველაზე ძვირფასი ადამიანისთვის, ასე ვთქვათ. ვფიქრობ, რომ უნდა გიყვარდეს პაციენტი, აუცილებლად უნდა გიყვარდეს ეს საქმე, სხვანაირად ეს იქნება სასჯელი ამის კეთება ამ დატვირთვით. და თუ ადამიანს გაქვს საშუალება და შესაძლებლობა, რასაკვირველია, სასურველია, რომ ქველმოქმედების ნიუანსებიც იყოს ჩართული ამ საქმეში. რას ურჩევდი ჩემს კოლეგებს, მომავალ თაობას, ვისაც სურს მიაღწიო წარმატებას, ვფიქრობ, რომ მთავარი ნიჭი ეს არის შრომა, შრომის უნარი. თუ შეგწევს ამის ნიჭი, რომ იშრომო, დაუღალავად დღე და ღამე, წარმატება გარდაუვალია. ყავს მეუღლე და ახლო მომავალში ველოდებით ჩვენს პირველ შვილს სულ რამოდენიმე კვირაში.